მთავრობა არის ხალხის ძარცვის ინსტრუმენტი. გადასახადები, რეგულაციები, ფულის ბეჭდა, სხვა შეზღუდვები და ამ შემდეგ. ეს პრიმიტიული ამბავი რომ დაიმალოს, აი ამისთვის უკვე არიან რეჟიმის გამправებლები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, სხვა ფილოსოფოსები, რომელიც დადიან და ყვებიან, მთავრობა რო არ იყოს, არ გვექნება გზები, მთავრობა რო არ იყოს, ვინ იზრუნებს მოხუცებზე და ვინ თუ არა მთავრობა ზრუნავს, რა ვიცი, ბავშვებზე, ახალ თაობაზე და ამ ტყუილებს ავრცელებს. ამ ტყუილებში იხარჯება ძალიან ბევრი ფული, რომ სუსტი ფსიქიკის მქონე ხალხი ან დაბალი ინტელექტის ამის ჯეროდა. მორჩა პროფესორები, ეკონომიკის ფაკულტეტები გატენილი ასეთი გამправებლებელი იდიოტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს აწყობილი. ამიტომ სიმართლე ძალიან მარტივია, უბრალოდ ეს სიმართლე რო არ ჩანდეს, შემთხვევით ადამიანი არ კითხოს, შენ მიხარო გემორჩილებიო, შენ რატომ მიხადო გადასახადებიო და ასე შემდეგ. ამისთვის აი შექმნილია მთელი ეს ამბავი. პრინციპის დონეზე თქვენ თუ გაღებლებთ, რომ ნაკლებად გაიძარცოთ, აი პრინციპის დონეზე უნდა შეიცვალოს პოლიტიკა. საზოგადოება აქ უნდა შეიცვალოს მთავრობისადმი დამოკიდებულება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როცა პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ზრუნველი მთავრობა ვართ, ეს უნდა იყოს შეურაცხყოფელი, ანუ ზრუნველი მთავრობა არის ხალხის დაცინვა. ეს დაახლოებით იგივეა, როცა მგელი ცხრებზე ზრუნავს. და თქვას, რომ მე ზრუნველი მგელი ვარო. და აი, მარტო მართლა ცხარი უნდა იყოს თუ ამის გაიხარდება.